მოსაზრება, რომ ჩვენ მარტო ვართ ამ სამყაროში, მეჩვენება სრულიად დაუჯერებლად და ამპარტავნულად. თუ გავითვალისწინებთ ვარსკვლავებისა და პლანეტების რაოდენობას, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, დაახლოებით 2 ტრილიონამდე გალაქტიკაა მხოლოდ ჩვენს დაკვირვებად სამყაროში. წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ მარტო ვიყოთ მაღალგანვითარებული სიცოცხლის ფორმა. სტივენ ჰოკინგი. ამ თემაზე ასევე ისაუბრა ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2021 წლის 18 მაისს. მან განაცხადა შემდეგი: არსებობს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი უამრავი ვიდეო და ფოტომასალა. ამ ობიექტების შესახებ დაზუსტებით ჯერჯერობით არაფერი ვიცით, ვადგენთ მხოლოდ იმას, თუ როგორ მოძრაობენ, როგორია მათი მოძრაობის ტრაექტორია. ეს არ არის მარტივად დასახსნელი ფენომენები. ადამიანები სერიოზულად ცდილობენ ახსნან, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ერთ-ერთი ინტერვიუის დროს დიმიტრი მედვედევს, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს 2012 წლებში და პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა დაუსვა შემდეგი კითხვა: ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრი რამ იცით. რას გვეტყვით ამის შესახებ, სტუმრობენ თუ არა უცხო პლანეტელები დედამიწას, რაზეც დიმიტრი მედვედევმა ასეთი პასუხი გასცა. გეტყვით პირველად და უკანასკნელად, როდესაც პრეზიდენტი ხდები, ატომური შეიარაღების კოდების ჩამომდანთან ერთად მოაქვთ სპეციალური ფაილი, მასზე წერია უმაღლესი დონის საიდუმლო და მასში წერია ყველაფერი, თუ ვინ სტუმრობს დედამიწას და როგორ. მასშია ინფორმაცია უცხო პლანეტელების შესახებ, რომლებიც აქ იყვნენ წარსულში და რომლებიც ახლაც გსტუმრობენ. ამ ინფორმაციას ფლობს სპეციალური სააგენტო, რომელიც აკონტროლებს უცხო პლანეტელების გადაადგილებას ჩვენი ქვეყნის ანუ რუსეთის ტერიტორიაზე. სწორედ ეს ინფორმაცია მოაქვთ პრეზიდენტთან. უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ კი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდგომ ეს ყველაფერი წარადგენება ახალ პრეზიდენტს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უკვე გასაჯაროდ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების 3 ავთენტური ვიდეო სახელწოდებით ჯიმბალ გადაღებული 2004 წელს, ფლირ 1 გადაღებული 2015 წელს და GoFast გადაღებული ასევე 2015 წელს. სამივე აღნიშნული ვიდეო პენტაგონმა ოფიციალურად აღიარა როგორც ნამდვილი ავთენტური გაუყალბებელი ფაილები. 1948 წლიდან 1969 წლამდე 12618 უფოს გამოჩენის შემთხვევა დაფიქსირებული. აქედან 11917 ახსნილია როგორც საჰაერო ბურთები, სატელიტები, თვითმფრინავები, ასტრონომიული ობიექტები და ასე შემდეგ. უფომ გამოიწვია 5 სიკვდილი 1942 წელს. იმის შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები შეუერთდა ომს, არტილერისტებს ეგონათ, რომ მოხდა საჰაერო თავდასხმა ლოს-ანჯელესზე. ახალმა ამბებმა გამოსცეს სტატიები მტრის თვითმფრინავებზე. ამერიკის შეერთებული შტატების არტილერიამ დაასკვნა, რომ საჰაერო ბურთი იყო მიზეზი ცეცხლის გახსნის. მათი ფიქრეს, რომ ეს იყო მტრის თვითმფრინავი და მას ცეცხლი გაუხსნეს. ამის გამო 3 ადამიანი დაიღუპა ავარიაში და 2 გულის შეტევით გარდაიცვალა. უამრავ ამერიკელს აქვს დაზღვევა უცხო პლანეტელების წინააღმდეგ. მაიკ ლოურენსი ყიდის ამ დაზღვევას $24 34 წლის განმავლობაში. მან გაყიდა 10 მილიონი ასეთი დაზღვევა, რომელიც უცხო პლანეტელების გატაცებისგან იცავს ხალხს. სამოთხის კარიბჭე იყო რელიგიური კულტი მარშალ ეპლოაითის ხელმძღვანელობით, ვისი წევრების დარწმუნებულები იყვნენ, რომ უცხო პლანეტელების ხომალდი იყო დამალული კომეტაში. ელფმა ითვა და მისმა 38-მა მიმდევარმა დალიეს საწამლავი და დააჩვნენ მათ ჯეროდათ, რომ დატოვებდნენ სხეულს და შევიდოდნენ უცხო პლანეტელების კოსმოსურ ხომალდში. ამის შემდეგ სამოთხის კარიბჭის გავლით შევიდოდნენ უმაღლეს ყოფაში. პენტაგონს გააჩნია ასობით ახალი რეპორტი უფოებზე 2022 წელს. უამრავ ადამიანს სჯერა, რომ გაიტაცეს უცხო პლანეტელებმა. ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ მედიის მიერ გავრცელებული სურათები შეიძლება ადვილად ჩაიბეჭდოს მეხსიერებაში და გაცოცხლდეს ჩვენს სიზმრებში. 1958 წლის 24 ივლისს საჰაერო პილოტმა დაინახა სიგარის ფორმის ფანჯრებიანი უფო. ეს რეპორტი დაუყოვნებლივ განადგურდა და უამრავი ადამიანი თვლის, რომ ეს იყო საიდუმლო საბჭოთა სადაზვერვო თვითმფრინავი ამერიკულ ავიასივრცეში. სოფლიო უფო დღე არის 2 ივლისს. ხალხი იკრიბება იმისთვის, რომ წაში დაინახონ უცნაური ფენომენი. ახლა კი ბოლოს გამოცანა: 2 ადამიანი თამაშობს ჭადრაკს, ერთი ხედავს მომავალს, მეორე კითხულობს აზრებს, ვინ მოიგებს თამაშს. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და არ დაგავიწყდით პასუხის დაკომენტარება.